Ძირფასო მეგობრებო, ბრუნდებით რეკლამინდა და მინდა მივესალმოთ ჩვენი განაცემის სტუმარი, პარტია ლელოს წევრი, საკრებულოს დეპუტატი, ექიმ, თერაპევტი, ენდოკრინოლოგი ბატონი ვატოსურგულაძე. მოგესალმებით, მოგესალმებით. კაცი, ხო? ოროი და ვამაყობ ამით. ძალიან დიდი მადლობა ბატონო, მოხვედით ჩემთან განაცემაში. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზე სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის ამთიაქი. Pinexi. 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს. საინტერესო ადამიანი ბრძანდებით. მე ყოველთვის ვაკვირდები თქვენს გამოსვლებს და ერთი უცნაურობა შევამჩნიე, რომ ყველა გამოსვლაში სხვადასხვა ქუდი გახურავთ. აბსოლუტურად სხვადასხვა ქუდი და მე აღმოვაჩინე, რომ თურმე ახლა კულისებში ვლაპარაკობდით, ხართ ქუდების კოლექციონერი. კი ბატონო. აი რატო ქუდების კოლექციონერი, რატო გადაწყვიტე მოუყვები, ამბობს მოკლედ 30 წელი შემისრულდა და დაიწყო ამ ჩემმა თმამ ცვენა. ჩემი კი იმას აბრალებს, იმიტომ დაგეწყო ოჯახში არ ამყოლია ასეთიო, აი ჩერნობილში რო წახვედი და ეხმარებოდი და მართლა ვიყავი ჩასული ხომ თლად ჩერნობილში არა, მაგრამ ვეხმარებოდით სტუდენტი ვიყავი სამედიცინოსი, სიგელიც კი გადმომცეს. აი რო წახვედი, იმიტომ დაგეწყო ცვენა და რო დაიწყო ამ თმა ცვენა, გადავიპარს, სულ ახლა ტალავერს ხო არ გადავიდებდი და ამიტომაც დავიწყე ვიყიდე ერთი ქუდი, ერთ ბეისბოლის ქუდს რო ეძახიან, მე მეორე, მესამე და დავაპირე რომ მე რო ჩავდიოდი სხვადასხვა ქვეყნებში მიწევდა სიარული, იმ ქალაქის წარწერიან ქუდს ვყიდულობდი. საბერძნეთში ბერძნული ვიყიდე, ესპანეთში, ბარსელონაში ტორეადორის ქუდი ვიყიდე, ბასკეთში ბასკური ბერეტია ძალიან სპეციფიკური რაღაც ისტორიაც აქვს ევერეთთან დაკავშირებული და ესე აი ახლა ამჟამად სადაც 170 ბეისბოლის ქუდი მაქვს და კეპკა ხო კეპკა ბეისბოლკა და ბოლო აღწერეს ვაკეთებ ხოლმე ბოლო აღწერს სადაც 80-მდე მაქვს აი სხვადასხვა ტიპის აი სტეტსონის ან კიდევ სხვადასხვა ქვეყნების ქუდები მაქვს დაახლოებით ადგილი გააქვთ სადაც გილაგია აი რო შემოდიხარ ჩემთან სახში კედლებზეა სპეციალური ჩამოსაკიდებელი მაქვს ადრე სხვა სახში ვცხოვრობდი, იქ ჭერზე მქონდა ესეთი დასაკიდე შპილკებს რო ეძა, იმაზე ეკიდა, ჩამოვდიოდი, დღეს ლურჯი კოსტუმი მაქვს, ლურჯ ქუჩა. კაია. ხო და მართლა გავხდი ქუდების დიდი მოყვარს, კიდევ აი გახცა განზრახ შეგროვება არ მქონია, ეს დაიწყო სულ შემთხვევით. ამ ქუდების შეგროვება და ეხლა საკმაოდ ეხლა რამდენიმე გეთხოვეთ ხო, რამოდენიმე მოვიტანე. გამოგიღოთ. მაინტერესებს, იმიტომ რომ მე ერთადერთი რაც მიხდება არის ქუდი. ხო. რაც არის ესე იგი, ყველაფერი არანაირი ქუდი არ მიხდება. თქვენ განსხვავებით, თქვენ გაგიხდებათ ყველა ქუდი, იმიტომ რომ ყველა აქციაზე სულ სხვადასხვა ქუდით იყავს. კი, მაგას და ზუსტად. აბა დავიწყოთ ერთი რამდენიმე წელი რომ ნახოთ. კი ბატონო. ეს წალი მე გერმანიის დიდი გულშემატკივარი ვარ და ეს არის ტიპიური ბავარიული ქუდი. სხვადასხვა ავსტრიაშიც გამოიყენება ხოლმე, მაგრამ ბავარიული ქუდია ეხლა ყველა ზეიმზე ვინმე მართლაც ევროპაში ტრადიციებს გერმანელები რო ტრადიციებს თავის ტყავის შავლებში, ლედერხოზებში, ეს ქუდები, ქალები ამ თავის სარაფნებში ყველა დღესასწაულზე რა თქმა უნდა მასები ლიტრიანი რა თქმა უნდა სხვანაირად არის სხვანაირი დასალევი არ ესმით ლიტრიანი ლუდით ვარ ლიტრიანი უნდა აი ეს ქუდია ტიპიური ბავარიული ქუდი ეს გითხარით კიდევაც ბარსელონაში იმაზე ვიყიდე რა ქვია კორიდაზე ვიყავი კატალონიურია აი ეს კაი არა ეს ხო ეს არის ბარსელონა აი ეს არის კიდევ შოტლანდიური გვარდიის ქუდია ეს ედინბურგში ვიყიდე კაბა უნდა ამას კაბა სასურველია კაბა არის სასურველი შოტლანდიურ გვარდიას ახურავს აი ეს არის მოგითხარით ბასკური ქუდი და ერთ-ერთ აქციაზე და მეხურა და მოვიდა კაცი ვიღა რაღაცა ენაზე მელაპარაკება ხა მაგდენი ესპანურიც არ ვიცი ესპანელი ჩამეხუტა ფიდელ კასტროზე უფრო მაგარი სიტყვა თქვა მოკლედ სულ მირთხა აქემ ხარი მткиო და გადაგკოცდა და წავიდა მივხვდი რომ ბასკი იყო რა ეს ახლა ეს ფარებია და ყოველთვის მომწონს ეს არის ძალიან საინტერესო ქუდი გითხარით რომ მე ლუდის დიდი მოყვარული ვარ და ეს არის საინტერესო ქუდი, ამას აქვს გასახსნელი. ანუ თუ დაგჭირდა ბოთლი, გახსენი, დაიხურე.
რა კაია, ხედავ როგორ პრაქტიკულია. ძალიან. ეს არის ბერძნული ქუდი. ეს კაი იქნება. ეს კაი იქნება, ეს მომიხდება მართლა. აი. ეს ხო. ეს შერლოკ ჰოლმსი. ეს შერლოკ ჰოლმსი ლონდონში მაქვს შერლოკ ჰოლმსის მუზეუმში ეს ქუდი შეძენილი. აბა ეს აი, სადაც გინდა მზეში გადი, გინდა წვიმაში. აი ეს. ესეც კაია. და ხერა კარგად. ყველა ქუდი მომიხდა, ბატონო. კი, ნამდვილად ყველა ქუდი მოგიხდა და ის სვეტიანი რა არის იქით როა? ესა? აი ესაც მიუხენურია, ოღონდ ამას ძირითადად იმაზე შობაზე იხურავენ ამ ქუდს. აი. აშალეთ. შობაზე იხურავენ ამ ქუდს. რა თქმა უნდა, ებრაელური ქუდიც ამაქვს. ესეც. ეს არ გამომიჩნდება. ეს ყირღიზეთში ვიყავი რა, მაგრამ ესეც კაია. ამ ქუდს იცი რა კაი ის აქვს დანიშნულება? ჩაი ხო ძალიან უყვართ არა და ჩაი რომ ზათა არა ზევიდან დაახურავენ და სითბოს ინახავს. ორმაგი დანიშნულება აქვს. ეს არის ყირგიზული. ყირგიზული ქუდია კი ბატონო. ყირგიზული. აი ერთი საბეისბოლო ეს გავაკეთე ატლანტაში ვიყავით მაშინ და 5 corner-ია და პირველად მაშინ დავინახე რომ ქუდზე შეგიძლია შენი საკუთარი წარწერა გააკეთო. დავაწერე დოქტორ ვატო აქედან თბილისი. აი 5 corner ატლანტაში არის და ეს როგორი კულტურალური შოკი. ვა, შემიძლია ჩემი სახელი და ეს 2005 თუ 2004 წელიწადი. სად იყო ასეთი? ხო და დავაწერე. ვატოზე ნს ჩავწერ აქ და დავა. იუმორის დოქტორი ეს აი ეს არის სამხრეთ აფრიკიდან ბურების ქუდია. ამთან ზაფხულ ყოველთვის ჭრის. სიცხეს არ ატარებს ალბათ თეთრი. ეს რა თქმა უნდა ეს როგორ დამაზა. აეროდრომი. ესა იმისი მიმინოსი. მაგრამ იცით საიდანაა ეს ქუდები? ეს არის სიცილიური ქუდი. სიცილიური ქუდია. სიცილიაში ეხლაც ატარებენ ესეც და მე-19 საუკუნის ბოლოს მე-20-ში თბილისში ოპერა რო დაიწვა, აქ მუშაობდნენ ბევრი იტალიელები ოპერაში. მუშავრები დაჩნენ. ხო. და ერთ-ერთი იყო, მამამისი იყო ამ ქუდების ფერა კაკუცო ერქვა და კაკუცო ამ ქუდს ეძახიან კაკუცოს. იტალიაში. იმან დაიწყო შეკერვა ამ კაკუცოების და მოედო მთელ თბილისს მოეწონა. მერე გადავიდა ქუთაისში გახსნა საწარმო და ესეა თო ეს არის ტიპიური სიცილიური ეროვნული ქუდი. აეროდრომებს ვეძახით რა და 30-იან წლებში. ხო და მაგრა ხატავს. კაია, ესე უნდა მივყავდეს განაცა გენაცვალე რა. ეს მე არ მიყიდია მექსიკიდან ჩავომიტანეს. ხედავ როგორი ის არის აი ხო. ხო და ეს არის ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ქუდი. ამას პაკოლი ქვია. ეს არის პაკოლ, ესე ეძახიან, ეს არის პუშტუნების ავღანეთში ქუდი რა. ავღანურ ხო. ხო, ბიჭებმა ჩავომიტანეს ავღანეთიდან ჩვენი კონტინგენტი რო. ილადეს ეხურა ხოლმე ეგეთი ხუდი. ხო და პაკოლ ტიპიური ავღანუც არის პუშტუნების. კეთდება თხის და აკლემის ბეწვისაგან. ანუ ჩვენი ფაფახისავით არის. ზამთარში არ გცხელა, ზაფხულში არ გცივა რა. ხო, რა უცნაური. აი ძალიან ეს ერთ-ერთი ჩემი საყვარელი თან ბიჭების ჩამოტანილია ჯარისკაცების და ძალიან მიყვარს ეს ქუდი. ზამთარში ვიხურავ ხოლმე. ესე ხო? ხო. აი ესე უნდა დავწიო. მასე ზუსტად რა. ეს იქიდან ჩამოვიტანე და ანუ ეს თლად ქუდი არ არის, მაგრამ ეს ვიკინგები შვედეთში ვიყიდე. სუპერ. ეს არის ხო და ნუ რაღაცა ნაწილი წამოვიღე. აგერა ეს ხევსურული ძალიან მიყვარს ეს რა. აი ძალიან გემრიელი ქუდია მართლა. სხვა იმაზე მოდიხარ რა. სხვა მუღავ ხევსურულ მუღავზე ხარ. ნუ ქართული ქუდების სრული კოლექცია მაქვს რა თქმა უნდა. ნუ ქართულები სვანური, კახური, ხევსურული, ხევსურებს ძალიან საინტერესო ხევსურული ქუდები ძალიან ხევსურული ჩაცმულობა არის. ხო, ძალიან მაგარი რამეა, ძალიან ლამაზი და უმაგრესი რამეა. მე დედით ხევსური ვარ და. აბა კიდე იქით რა. არა, მე ჭრელი რა არის, ჭრელი. ესა? ხო. ეს ბრიტანეთში ვიყიდე სხვათა შორის და ერთ დროს საკმაოდ მოდაში იყო ეს ლოგი ქუდი არ მეტევა. მაგას რეზინი აქვს და ყველა ჩაერია და კაია. ყველა ქუდი მომიხდა რა. ყველა?
აირჩიე შენია რომელი გიდა არაჩვეულებრივია. ესე იგი, ძალიან კარგი ის არის რა, საინტერესო არის ეს ამის კოლექციები. ხა ალბათ ხა კიდე ბევრი ქუდი გაქვს საყიდელი ალბათ. ალბათ რა ვიცი ხო ეს ამ ქუდესაც სტეტსონის ქუდი ამერიკაში როგორ იძახიან იარაღი თუ გაქვს კოლტი უნდა კონდესო და ქუდი თუ გახურავს სტეტსონის უნდა იყოსო და კი ბატონო აი ეს არის სტეტსონის ქუდი რომელიც ესაც ძალიან მიყვარს ხო ძალიან საინტერესო ესე იგი მოდი რაღაცა თემებზეც ვისაუბროთ ქუდებს ვინა პერიოდულად შეგიძლიათ ქუდები პერიოდულად იცვალოთ ხო ხო ვაკეთებ საახალწლო მოლოცვებს ხოლმე ყოველ წელს მაგ სხვადასხვა რაღაცებს ვაკეთებ და ერთი მქონდა რომ ერთი წუთის განმავლობაში 50 ქუდი გამოვიცვალე რა ჩემი ქალიშვილი იღებდა საკმაოდ საინტერესო გამოვიდა ხო აქ კიდე ერთი ამბავია რომ ეს თქვენ ხართ ესე იგი საქართველოში ყველა ომის მონაწილე რაც იარაღი გავარდა ყველგან ვიყავი. ყველგან ექიმად? ექიმად, სამხედრო ექიმად. სამხედრო ექიმად იყავით და გააქვთ ჩინი რამე? მაიორი, ანუ მაიორი. მეც ვერ მივახციე სამწუხაროდ. ანუ ესე იგი, ნუ ახლა დინარაძემდე ვერ მიხვალთ დიდი დრო. დინარაძემ, აგერ პუტინი რომელიც ჩემი აზრით კგბ-ს შენობაში გაჩნდა, ისაც პოლკოვნიკია, ჩერჩილი პოლკოვნიკი იყო. მოამარ კადაფი, ნიკოლოზ მეორემაც პოლკოვნიკზე ზევით ვერ მიაღწია, ჩვენ გენერალ-მაიორი ყავდა. მაგრამ სად მუშაობს ახლა? ეს სამგონი არავინ არ იცის სად. ძალიან უცნაური სამსახურია. ძალიან უცნაური სამსახური. კი ბატონო, ესე იგი ბატონო, ნუ რადგან სამედიცინო თემას შევეხეთ და ექიმი ბრძანდებით, ხო? აქ ერთი უცნაური რაღაც მინდა თქვა რომ ანუ პირველად ესე იგი პირველი სასწრაფო რომელიც შემოვიდა საქართველოში არის თქვენი გაკეთებული ხო მოსახლეობა ვინც არ იცის კი ბატონო კერძო სასწრაფოებიც არდის მონაწილეობა არჩი მივიღე მონაწილეობა არდის სასწრაფო რო პირველი კერძო სასწრაფო 009 იყო სამსახური მაშინ იყო 009 ხო და გავაკეთე 009 მაგის დირექტორი ვიყავ სახელმწიფო სასწრაფოც არსებობდა მაგრამ რეალურად მე ხო ის 900 წელი რო იყო მე საერთოდ არ არსებობდა შევარნაძის დროს სახელმწიფო სასწრაფო არა რაიონებში არ იყო ან უნდა მისულიყავი მიგეტანა ბენზინი მიგეტანა წამალი და ისე წაგეყვანა ექიმი ეს იყო და მე ცოტა ავაწყე და ახლა რაც მუშაობს ავიდან სასწრაფოს ექიმიც იყავით მე კი სასწრაფოზეც ბევრ ადგილზე სასწრაფოზეც ნამუშევარი ვარ ანუ დადიოდით ჩაოლეროთ ოჯახებში მე მისამართებზე გამოძახებებზე და ცოტა ძალიან მომწონდა მე მიმაჩნია რომ ყველა ექიმა თუ ექიმს ეძახის თავის თავს რაღაცა ერთი წელი რაღაცა პერიოდი სასწრაფოზე უნდა იმუშაოს ისეთ რაღაცებს შეხვდება როგორც პროფესიონალურად ისე საკმაოდ უცნაური რა შეხვედრიათ ძალიან უცნაური გამოძახება გვაქვს თბილისში ციგანსკი პასიოლოგს რო ეძახიან ავედით წნევა აქვსო წნევათან ესეთი ნასვამია ვეთქო წნევა აქვს რამდენია წნევა 300-იო აუ ვიფიქრე პრობლემაა 300 და ნუ გაუკეთეთ 300 ზომა გავზომეთ 120-ია 80-ზეა კოსმონავტის წნევას რო ეძახიან რა კაი წნევა კიდევ გავზომე კიდევ ხა და მეთქი დამეწა მედიკამენტი ხო არაფერი მიგვიწია 300 აქვს წნევა აუ იცით რა შეიძლება მეთქი ჩემი აპარატი გაფუძნდა იგი თქვენი აპარატი მოიტანოთ და რაღაც პრობლემაა ხო იმითი გავზომოთ იო მოიტანეს დაუბნიეს ეს ყველაფერი და ის რითიცაც ეს პომპა რითიცაც ხაერი უნდა შევიყონ ის დასაბერი არ არის უკაცრავად მეთქი და ეს მოიცადეო უკვე ეს ეთი ნასოსი შემოიტანეო რა ნასოსი მეთქი ვაიმე მეცავი რა ნასოსი შემოიტანეს და თუ გახსოვს შავი ნასოსები იყო საბჭოთა მანქანებში შავი ნასოსი დაუბნიეს ერთს უჭირავს აქ რომ ჰაერი არ გაეპაროს კარგად დატაოტებული გუში აქ და ხო ჩაბერა ორჯერ და ხელს არ უშვებს რა ესე უჭირავს ესა და გაიბერა ესა და ხელი გალურჯდა მეთქი განგრენ აი ახლა ეკიმო მოусმინეო რამდენი აქვსო ეგრე რამდენი აქვს აი გაუშვით ეს
ასეთი წარმოიდგინე შავი ნასოსი უჯირავდა, რაღაცა პლაცებო გაუკეთა. ეკთანი გავარდა ოთახიდან, იქიდან გამომდინარე, ჩაჯდა მანქანაში, იმიტომ სიცოცხლე ვერ იკავებს და სუკაცები არიან და თან ნასვამები ხლა. ბერავდა. ნასოსი დაბერეს. აუკეთეთ რაღაცა პლაცებო, რაღაცა და მეოთხარი ისე წნევის აპარატი მაინც შეცვალეთ, ცთომილება სიძდლევა მეთქი და აშკარად, ესე იგი. მაგრამ რა არის იცი რა უნდა კითხოთ, რომ რადგანაც ახლა სასტრაფო ახალი სისტემა იყო, ხო? ხო, მათ ხო მაგისი დარეგულირება, ხო, ახლა ამ სასტრაფოების ვინსად მიდის, ვინსად მოდის, ხო, ეგეც ხო ახლა თქვენს კი, იმიტომ რომ ჩვენ შევქმნით კიდევ ამბობთ, ამოვიყვანეთ ახალი მანქანები, ექიმები გადავამზადეთ, ფორმები შევუკეთეთ, დავამსგავსეთ სტრუქტურას რა. ანუ მე მეხებოდა უშუალოდ ჩემ პასუხისმგებლობაში. არ გქონიათ რა ესეთი ფაქტი, სადაც მაგალითად აი სასტრაფო რაღაცა სხვას აკეთებს. ამოდენიმე მქონა ერთი იყო ყველა მანქანაში მგონი პირველად საქართველოს ჩიპი მეყენა და ვიცოდის რომელიც სასტრაფო სადაა დიდ ეკრანზე მქონდა სამინისტროში ჩამოგდა და თან მანქანაში ჩემ მანქანაში რომელსაც დავდიოდი სულ დავდიოდი ვარ ნამყოფი საქართველოს ყველა რაიონში ყველა საავადმყოფოში ყველა სამშობიაროში და ყველა სასტრაფოში მივდივარ და რაცია მაგრამ მეც ვისმენ საუბრებს და ერთ-ერთი კახეთის რაიონში ვარ ერთ-ერთი შესული მუნიციპალიტეტის შესული და უცებ მესმის ერთ სასტრაფოდან მეორეში ბეჯო მაყენე მანქანა იაშიკები მზად არის და გაგატან ბარეგან გზაზე წაიღეო რაციაში მესმის ეს ყველაფერი მე აქ იმაზე ვჩალიჯობ რომ ბენზინი და რაღაცა ეკონომია და რაღაცა და გამაიარე იაშიკებ და ერთი ბისულია იმიტომ რომ თავის რაციით ესაუბრო მეორე რაცი სულ ორი მანქანაა თუ სამი და ყურძენი მოკრიფეს იაშიკებს თველია სექტემბრის იაშიკებს უთებში მე თქვა იაშიკები უთებში ჯალაკეს და იმას ეძახის რომ მე უკვე შევავსეთ ჩემი მანქანა ეხლა შენი მააყენეო და სადაც მიდიხარ მისამართზე დაგხვდებიანო ჩამოიღე ანუ წარმოიდგინე თან სასტრაფოს და წავიდე აი იმას არ ვერ გავიმეორებ რაც მე რაციაში არა ხო იმიტომ ესე იგი თან სირენის ჩართავდი და არა სირენით მიდიან და თან გზაშიო დაგხვდება გადმოალაგეო კაია მეორე მქონია სასტრაფოზე მაგრამ ერთი თემა არის კიდე რომელიც აი ჩვენ ქვეყანას ძალიან არის გავრცელებული თვითმკურნალობა აი ეს ჩვენ ადამიანებმა რადგანაც ექიმთან წასასვლელი ფული არ აქვს ადამიანს იძულებული არის თვითმკურნალობა დაინიშნოს. ეხლა მაგალითად არის ადამიანები, ვიცი რომ აი წამალს ცვამენ ჩაულებრივად იმის გამო რომ მეზობელს მოუხდა. ხო არის? კი, ძალიან ბევრია. მეზობელმა დალია და იმას მოუხდა და მე რატო არ მომიხდება? ძალიან ბევრია და მე ზუსტად ამიტომ მაქვს ამდენი ინსულტი. ჰიპერტონიის შემთხვევაში რომ მე იმას მოუხდა, მაგრამ იქნებ შენ კალცი ანტაგონისტი ბლოკერი იხდება, იმას კალცი ანტაგონისტი ხდება. იმას კიდევ კომბინირებული მედიკამენტი არ შეიძლება. ნახეთ, კიდევ ამბობდა ჰიპოკრატე. ექიმი არ მკურნავს დაავადებას. ექიმი მკურნავს პაციენტს, ავადმყოფს, პიროვნებას. ყველა არის ინდივიდუალური. ყველა სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა. სხვანაირად არასწორია ეს. ექიმი, ყველა პაციენტი არის ახალი. და ყველგან უნდა ინდივიდუალური მიდგომა. ამიტომ ეს თვითმკურნალობა განსაკუთრებით ანტიბიოტიკებზე, მაგრამ არასდროს მეგობრებო, აქედანაც მოგიწოდეთ. ანტიბიოტიკები თუ არ იცით, თუ სპეციალისტები არ ხართ, მიმართეთ ექიმს. ამით თქვენ მარტო თქვენ თავს კი არ აყენებთ აზიანს, მეც, იმიტომ რომ ის ბაქტერიები მე განიცდიან მუტაციას და ის ანტიბიოტიკი აღარ მუშაობს. ერთ-ერთ ჩამორჩენილი ქვეყანა ვართ ანტიბიოტიკების მდგრადობის, რეზისტენტობის მიმართ. ანუ ანტიბიოტიკი არ მუშაობს ჩვენს ორგანიზმში. აღარ მუშაობს, იმიტომ რომ არ იყო შესაბამისი დოზირებით დანიშნული, არ იყო შესაბამის დროს და შესაბამის ხანგრძლივობით დანიშნული. ხო, არა, ხო, ბანტ კიდე თვითმკურნალობას კიდე თავი დაანებე, მე ექიმთან კი არ მიდიან, მე მიდიან ექიმბაში. ექიმბაშთან ექიმბაშების აი ეს ინსტიტუტი რა არის? ანუ ხო არის მაგალითად რომ შეიძლება ექიმბაში იყოს ისე, რომელსაც საგვარეულო მალამუ აქვს და ნუ ეს და მუშაობს ეს მალამუ. კი შემიძლია თქვი, მაგრამ აი რაღაცა გაურკვეველი ნემსებს რო უკეთებენ სიტყვაზე. რაჩა ის საქმე ექიმს რო რაღაცა შეეშალოს და ხდება ხოლმე პასუხისმგებლობა. ექიმბაში თუ რამე შეეშლება, არავითარ პასუხისმგებლობა არ გააჩნია არაფერს. რაც არ უნდა დაინიშნოს. არ დავნიშნა პაციენტი მყავდა და ჰემოგლობინის პრობლემა ქონდა, დაუნიშნეთ მედიკამენტი, მოვიდა და მეტრაბახება, რომ იცი, მე შეისწავლები არ დამილევია, ლურსმები მოუხარშეო და ლურსმის ნახარშო
დილა ერთ ღვინის ჭიქას ვაუდიო და საღამოს ერთ. რა ის ლურს მას? ლურს მეები მოხარშა რკინა ხო არის და რკინა დეფიციტური იყო და რკინა მოხარშა. არა მოფიქრებული არ არის მე მომი. ლურს მეების ჩაყარა მოხარშა და იმის ნახარს დილა საღამოს ღვინის ალბათ წელში გამოყვანილი ჭიქებით უბერა. და ეგონა რომ რკინა არის. იმან უშველა ხო. რკინის ის იმან უშველა ორგანიზმში. აუ ზაზა. ხო და ექიმბაშების ის არის როდესაც მუშაობს ჩვენი მithumedes ქართული მედიცინა, ეგრეთ ხალხური მედიცინა, რატომაც იმას არატრადიციულს ეძახიან და უკუღმა უნდა იყოს. და ხალხური მედიცინა გვაქვს ძალიან კარგი შედეგები, მაგრამ ეს არ უნდა მუშაობს, ეს უნდა კომპლექსში იყოს, ყველა ერთად უნდა ვიმუშაოთ. გვარს ახალს არ ვიტყვი, ერთხელ გავყევი ერთ ჩემ მეგობარს, ასეთი. ხო, შევედით. ნაღლის ბუშტი პრობლემები წაიღო კიდევ 90-იანებში ხდება დიდი ესეთი 3 ლიტრიანი კილა შევედით და ექიმბაშთან ვეუბნე რა ესე რა გჭირსო ამან უთხრა ეს და ესო ერთი ჩამჩი აქედან ორი ჩამჩი აქედან ერთი აქედან ჩაუსხე დაუნიშნა მოვიდა მეორე კუჭის პრობლემა სხვა პრობლემა ორი ჩამჩი აქედან ორი აქედან ერთი აქედან დოზები აქვს და გამოვედი და შეიძლება რა მედიკოსი ვარ ექიმი ვარ და მე ესე რაღაც არ წამომი საერთოდ კიდე არა ის არა უდიპლომო სასიძოში რო ეს აი ის ვეტერინარი აი ზუსტად ესე თუჯებზე ცეცხლზე იხარშებოდა ათ ბალახების ნახარში აი კიდე ერთი ეს არის პაციენტების მუდმივი კითხვა და თხოვნა ექიმებთან რომ ექიმო რამდენ ხანში შეიძლება დავლიო და მოვწიო ეს მე არ მომივიდა ერთ ძალიან ცნობილს რბილი ქსოვილების ქირურგს ხო ეგ ხო ონკოლოგს ექიმო როდის შეიძლება დალევა ონკოლოგს თვითონ მომიყვა ამ ადამიანმა ძალიან მაგარი ექიმი უმაგრესი ექიმი იყო კახელი კაცი იყო ცოლთან ერთად ჩამ ოპერაცია გაუკეთა და ესეთი თქმა ქონდა ხოლმე რომ ერთი ბოთლი ღვინო და 3 ღერი სიგარეტი ნუ ყველას ეუბნებოდა რომ ამაზე მეტი არ შეიძლება გადის ერთი თვე და გასაგებია რომ ეს პაციენტი დაბრუნდა კონტროლზე უყურებს ნუ ყველაფერი წესრიგშია ყველაფერი და ცოლი ესე ურტყავს ან უთხარი კაცო რა უთხარი კაცო რა უნდა მითხრათო ხო ექიმო ის სიგარეტი რო არ მოვწიო არ შეიძლება ანუ სიგარეტს არ ეწეოდა მაგრამ ექიმმა რო უთხრა სამ დილა შუადღეს და საღამოს ხოდა სავალდებულოდ ეწოდა წყანსო არ ეწეოდა ღვინოზე კახელი კაც ღვინოზე შეკითხვა არ მქონდა ერთადერთი სიგარეტი რო არ მოვწიო არ შეიძლება ჩათვალა რომ დანიშნულება იყო ძალიან უცნაური არის რადგანაც ენდოკრინოლოგი მზადებით ეხლა მივადექით ყველაზე საჭიროებო თემას ეს არის დიეტები ბატონო ვატო ამ ქვეყანაში ყველაზე აქტუალური ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა არის დიეტები. მოგონილი დიეტები, შექმნილი დიეტები, კუჭის ოპერაციები, რა ვიცი, დიუკანის რავი, აი რამდენია. მე ამაზე მაგ ჩემი შეხედულება ეს არ ნიშნავს რომ შეიძლება მე არ ვარ, მე ჩემი შეხედულება მაქვს ამაზე. ახლა დიეტოლოგი ექიმი აღარ არსებობს, ნუტრიციოლოგები არის. აკარი ჯანმრთელობაზეა საუბარი. და ვარჯიშზე. აი თქვენი მის რა. მე მაქვს უფრო ეგეც როგორია? Free feeding-ის ან თავისუფალი კვების მომენტი მაქვს რა. აქ იმდენად ხარისხობრივი, ნუ გასაგებია რომ შეიძლება ძალიან მძიმე საჭმელები, ღორის ხორცი რაღაც ამოიღოს სრულად დიეტიდან ეს ყველაფერი ან თქვა დიეტ, მაგრამ აქ რაოდენობრივი მომენტია თქვა. ვაშ თუ შეჭამ, მოდი იმას ხალხს ნუ დააყოლებ, ხო? თუ ხაჭაპური ჭამე, იმას ღვეზელსაც ნუ ანუ პურს ნუ ხარ დააყოლებ. აქ უნდა იყოს ზუსტად ეს ჩემი შეხედულება კიდევ ამბობ მე ეს ვფიქრობ და თუ იწყებ ვარჯიშს და იწყებ რეალურად ჯანსაღყვებას, ეს არ არის, აუ მოდი დღეს შევჭამ და ხვალ აღარ შევჭამ. არა, ეს უნდა იყოს მუდმივი. და მერწმუნეთ რომ შედეგი გექნებათ. თუ ხაჭაპურის ჭამაგიდან ნუ შეჭამ თლიანს. ხო, ეგ არის ხო, მაგრამ კიდევ შიერი ვიარო ვანაჭრიანს ნუ ვანაჭრიანს ნუ მე კიდე იმას პიცას ნუ დააყოლებ ზემოდან კიდე იმასაც ვანაჭრიანს 4 სეზონი ან სალიანი კაი მე მინდა კიდე ერთ ძალიან საინტერესო თემა შევეხო ეს არის 90-იანი წლების მედიცინა მე 90-იან წლებში ბატონო ვატო მაქვს ოპერაცია აპენდიციტის ოპერაცია მაგ გადატანილი
რომელიც აბსოლუტურად აი ველურ პირობებში გამიკეთეს. ახსოვს მუშაობდი მაგ დროს. ერთ-ერთ საავადმყოფოში. ველურ პირობებში აი ეს მეღვიძა, ადგილობრივი ანესთეზიით, არაფერი, აი ყველაფერს გძნობდი, ყველაფერს ვამჩნევდი. ხო და აი როგორი იყო მაშინდელი მედიცინა და ან თუ გაიხსენებთ რაიმე ამ მორიგი ვარ და სად იყო მობილურები ის დრო არა 90-იანები არეული პერიოდია ომიც არის აფხაზეთში და ჩამოსული ვარ მორიგი არა ომი აღარ იყო მაგრამ დენი მაინც არ არის ხო ჩაქრა აინთო და მიერეკავს მეგობარი ჩემი ახლობელი მეჯვარეგაზი ვატო ჩამოდი პრობლემა მაქვს ნუ ვიფიქრე რომ დაადგა ისევ შეარაღებული ხალხი და აკაჩაღებენ რა მოსულა ნუ აკაჩაღებენ ხო იცი რაც მიქონდა მორფი მიქონდა ხო ზერითად და მორფი მქონდა მე არ ვიცი რუსეთი გვიგზავნი და ისე უკრაინიდან მოდიოდა ხარკოვის ქარხანა იყო რომელიც მორფს პრომედოლს და ომნოპონს უშვებდა სხვას არაფერს და რა ერქვა იცი здоровье трудящих ეს გენიალური ხო და ჩადა პირველ სართულზეა რა ხელოვნური თერმის განყოფილება ჩავედი და ხედავ რომ შენობაში ხდება და კარებთან დგას ეს 4 კაცი ავტომატები ყველა რაც საჭიროა კალაშები ყველა სიარაღი ყუმბარები და ხბო ცოცხალი ხბო დგას კარებთან აი მხოლოდ ხბო აი მოძვერე კლინიკაში ხბოყავს კლინიკაში ხო და ხბოყავს ეს ჩემი მეგობარი დგას და მე მეთქი რა ხდება კოტე და ერთი პაციენტი ყავდაო გარდაიცვალაო და მეუბნებიან რომ იქ უნდაო დავკლათო რომ სადაც სული დალიაო იქ უნდა შევწიროთო ეს ხბო რას შესაწირი მოიყვა პალატაში პალატაში არა დიდი დარბაზია იქ დარბაზია სადაც თილობთ რაღაცას გამოგდის არ გამოგდის რაღაცა სტერილობის შენარჩუნებას იმიტომ რომ პაციენტები წევს დაბალი იმუნიტეტით ხო ხბო უნდა შეიყვანო დაკლან იქ აი ხო გესმის რომ თავი მართლა სიზმარში მგონია რომ მეთქი აიღვიძე რა ვატო რა ხო დიდი მოლაპარაკებების შემდეგ ახსნების შემდეგ კარგით ეზოში დაუკლავთო ჩავიდნენ ეზოში და იქ დაკლეს და ცოტა სისხლი შემოიტანეს და იმ ზეწარზე დაასხეს სადაც ცხონებული პაციენტი გარდაიცვალა მოუცალი ეხლა ნუ ბოლოსკენ ერთი საჭირო თემაა რადგან თქვენ საკრებულოში მუშაობთ თბილისი გეხებათ ხო ნუ აბსოლუტურად სხვა თვითონ ეს კოცები სამსახურში რომ მოდიან საკრებულოს ხდომაზე აი საცობებს არ ლაპარაკობენ კი რა უყოთ ქალაქს ყველა უკმაყოფილოა ყველა არ უკმაყოფილოა მაგრამ ეს როცა მოდის ქალაქის ჩვენი მერი ხო ყველა ტარს უკრავს პრობლემა იმაში კი არა საცობები ბევრ ქალაქშია და ეს არის სოფლიო გლობალური პრობლემა პრობლემა იმაშია რომ არავითარი გეგმა არ არსებობს იმისი როგორ შევამსუბუქოთ ეს პრობლემა. ხიდი რამდენი ხანია ახალი ხიდის თბილისში არ ყოფილა, არ აშენებულა. 5 ხიდი ისე უნდა როგორც არაფერი. არაფერი ხო და აი პრობლემა ის ძნელი პრობლემაა. ზვირადღირებულიც არა, ხარჯიანია, რთულად გას, მაგრამ გეგმაც არ არსებობს იმისი როგორ გამოვასწოროთ. ეს არის ყველაზე ცუდი რომ პერსპექტივას ვერ ხედავ. ხო, რომ უნდა ვიდგეთ ამ რიგებს. ბასლაინები, კაი იდეაა. მაგრამ იმ ბასლეინზე უფრო მეტი სუსის მანქანა დადის ტაქსი ვიდრე ავტობუსი. მაგათიცაცობია ხოლმე ცალკე. მეტროა. ჩვენთან მეტრო რამდენი ხანია სადგური ახალი არ აშენებული. რა თქმა უნდა მეტრო არის ჩვენი გადარჩენა. ესაც ძალიან ძვირია, მაგრამ უნდა დავიწყოთ და ეს გავაკეთოთ. სხვანაირად ეს პრობლემა არ მოგვარდება. ჩემს შეკითხვა ის არა ქვია, ხალხი უნდა ტრანსპორტით უნდა დადიოდეს და რატო არ დადის ქალაქის მერი? ნომერიც ვიცი წყნეთიდანაც და იმიდან რა ქვია, რამიშვილის ქუჩიდან ზუსტად 20 წუთში მიიყვანს მერიაში. რატო არ დადის მაშინ ავტობუსით? საკრებულოს წევრები მერი რატო არ დადიხარ ტრანსპორტით? რატო იყენებთ ამ უზარმაზარ პარკს და უზარმაზარი რაოდენობა ბენზინი რო იხარჯებთ? იარეთ თქვენ და მეც ვილი, მაგრამ ვერ ჩაჯდება ვერც ავტობუსში, ვერც მეტროში. ამაშია. ო, რა თქმა უნდა. ბატონო ვადო, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედრით. მადლობა თქვენ. გადაცემაში სტუმრად მინდა წარმატებები გისურვოთ, ჯანმრთელობას გისურვებთ, რაც ყველაზე მთავარია. ძვირფასო ტელემაყურებელო, ეს გახლავთ ჩვენი გადაცემის სტუმარი ბატონო ვატო სურგულაძე. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის ამთიაქი. Pinexi. 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს.